პირდაპირ ეთერში დავით სად მოხდა კონკრეტულად თვითმფრინავის ჩამოგდება არის თუ არა ინფორმაცია ცნობილი. ირაკლი ეს არის ერთ-ერთი რუსული ბომბდამშენი, რომელიც კონფლიქტურ რეგიონს ბომბავდა თვითმფრინავის ჩამოგდება ჩამოაგდეს ამ თვითმფრინავის ერთ-ერთი პილოტი არის ჟავჩინი, ის პილოტი, რომლის კადრები ჩვენ წინა გამოშვებებში შემოგთავაზ მხოლოდ მეორე პილოტმა მოასწრო კატაპულტირება, ეს პილოტი მოხდა სოფელ ერთნებთან, თვითმფრინავი ჩავარდა ერთ-ერთი სახლის ეზოში, თუმცა თანამედროვე მაცხოვრებლებიდან ის შედეგად არავინ არ ჩამოვარდა. და დაიწყო ფეთქება და რა ვიცი დავწექით წის ქვეშ და დამთავრდა ყველაფერი ერთი-ორ წამში. ესეთი რაღაცა გოლი ნაწილები ყრია ორი. და ყრია და ცეცხლია კიდე იმასა და გადავჭი რა. თვითმფრინავი წამოვიდა რუსებისა. ჩვენ ბიჭას უნათვალე ჯიქარში. აი ხელებს უნათვალე რომ დაადეს და თვითმფრინავს რომ მოხვდა. დაბზიარდა. იარა და ეცა ჩვენ ტერიტორიაზე. აი იმათი ნაფრეთები. რუსებსა და მარტო რუსებს კი არა. დაეჭირებათ ვინც აქ შემოვლენ. საინტერესოა თვითმფრინავის აფეთქების შედეგად გადარჩენილი შავი ყუთი ხელმძღვანელობა უკვე წაიღეს ეს შავი ყუთი და დეტალები ალბათ რამდენიმე დღეში გახდება. ანუ ამ შავ ყუთში არის განაწერები ლობი შემოფრინდა ეს თვითმფრინავი და როგორ ახორციელებდა ის საქართველოს ტერიტორიის და კონფლიქტური რეგიონის დაბომბვას ამ თვითმფრინავმა ვერ მოასწრო ესეთი ბომბის ჩამოგდება, რომელიც ამ დრომდე არის დაუფეთქებელი, არის სოფელ ერგნესთან ახლოს, თუმცა ის ადგილი აქ იმ ადგილს იცავენ ქართული სამართალდამცავები და ასე რომ ადგილობრივი მოსახლეობა არ იმყოფება საფრთხეში ამ მხრივ. დიდი მადლობა დავით კაკულია საუბრობდა პირდაპირ ეთერში ნახევარი საათის წინ რუსულმა ბომბდამშენებებმა ჭურვები ჩამოყარეს ონში სატელეფონო ხაზზე რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი დავით გაგოშიძე რამდენიმე წუთში ჩაგვერთვება. ბატონი დავითი ამ წუთებში სატელეფონო ხაზია. ბატონო დავით, რა ხდება ამ წუთისათვის რეგიონში, როგორი ვითარება გზარ არის? დღის მეორე ნახევარში შემოფრინდა ორი თვითმფრინავი, ჩამოყარეს 6 ჭურვი. საბედნიეროდ ეს ჭურვები დასახლებულ პუნქტებში არ ჩამოვარდა, ძირითადად იყო ტყის მასივებში ეს ჭურვები ჩამოვარდნილი და ასევე სათიბებში.